ირაკლი ქარსელაძე ფინანსურ პოლიციაში ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან გამოძიებას კითხვები ჰქონდა. ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილის ძალოვნები მხოლოდ მისი სახლის შხრეკით არ შემოიფარგლნენ და ის ფინანსურ პოლიციაში წავდათ მიყვანილი. ცოტა ხანში დაიწყება ქარსელაძის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი. ყობა გაბუნიას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმე ეხება 9 მილიონის მითვისების საქმეს. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს ამ თემაზე. ნატალი, გისმენთ. დიახ, დავიწყოთ სკანდალური ინფორმაციით. სულ ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ უკვე გამოიკითხა ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ის რამდენიმე დღის წინ იყო მისული ფინანსურ პოლიციაში. კონკრეტულად ვის ყავს ჩვენებაში ნახსენები ექს-მინისტრს ჩვენთვის უცნობია. მაგალითად, ისაუბრა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილზე ან ქართული ოცნების სხვა მაღალ ჩინოსნებზე. არ ვიცით, ეს ინფორმაცია ჩვენ ცოტა ხნის წინ მოგვაწოდა ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრის დაკავებული ექს-მოადგილის უფლებადამცველმა. მას სხვა დეტალები ამასთან დაკავშირებით არ აქვს. რაც შეეხება ოფიციალურ ცნობებს საგამოძიებო ორგანოებისგან, ჩვენ ვიცით, რომ ასევე გაიჩხრიკა ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელი სახლი, თუმცა რა არის სახლიდან ამოღებული, ეს ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება ყობა გაბუნიას საქმეს, მისი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 3 ნახევარზე. ჯერჯერობით არ ვიცით პროკურატურა რა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. ადვოკატმა ჩვენ გვითხრა, რომ ყობა გაბუნია სიტყვით გამოვა სასამართლო პროცესზე და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ამასთან ერთად უფლებადამცველი აცხადებს იმასაც, რომ ყობა გაბუნია არც ერთ შემთხვევაში ჩვენებას არ მისცემს ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ.